თითქმის ორთეთრიანი ვარდნა ბოლო 24 საათში ეროვნული ვალუტა 2.5-იან ნიშნულს უახლოვდება. 1 დოლარის ფასი სავალუტო პუნქტებში უკვე 2 ლარსა და 46 თეთრს აღწევს. მაჩვენებლები გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებში. გაუფასურების ტენდენცია გრძელდება ევროსთან მიმართებაშიც. ივნისის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც შედარებით გამყარებული ვალუტის კურსის ხელახლა დაცემა დაიწყო, ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემი ყველაზე მაღალია. მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში ლარის დასტაბილურებას ელის ფინანსთა მინისტრი, რომელიც ოპონენტებს თხოვს ცრუმოლოდინების შექმნა შეწყვიტონ. კურსის თითქმის ყოველდღიურად დაცემის ტენდენცია სპეციალისტები რამდენიმე მიზეზთან ერთად საგარეო ფაქტორსაც უკავშირებენ. რატი ხვისტანი მუშაობს თემაზე, მას პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. რატი გისმენთ? ლარის კურსი დღეს საკმაოდ სწრაფი ტემპით უფასურდებოდა სავალუტო ჯიხურებში, სულ რამდენიმე წუთის წინ ლარი სავალუტო ჯიხურებში კიდევ უფრო გაუფასურდა და ახლა 1 დოლარის ღირებულება 2 ლარი და 46.5 თეთრია. გაუფასურების მიზეზებზე საუბარი ხელისუფლების წარმომადგენლებს უჭირთ, მათი თქმით, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი სტაბილურია, მომატებულია როგორც ინვესტიციების რაოდენობა, ასევე გაზრდილია ტურისტების ოდენობა და ფულადი გზავნილები, თუმცა ლარი მაინც უფასურდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ სულ მალე ლარი მკვეთრ გამყარებას დაიწყებს. გაცილებით ნაკლებად ოპტიმისტურები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ეკონომისტები. მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი, პირიქით გაუმჯობესებულია, მათ შორის გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები. მთავრობის ეკონომიკური გუნდი უკვე რამდენიმე კვირაა ოფიციალურ სტატისტიკას იშველიებს და ამბობს, რომ ლარის გაუფასურების ობიექტური მიზეზები არ არსებობს. თუმცა დღეს ეროვნული ვალუტა გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 დოლარი 2 ლარი და 43 თეთრი ღირს. სავალუტო ჯიხურებში კი 2 ლარსა და 46 თეთრს აღწევს. უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ კურსის გამყარებას და აუცილებლად გამყარდება კურსი. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო მოსახლეობას, რომ არ იზარალონ. მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებისგან უკვე მნიშვნელოვნად დაზარალდა. ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო პრობლემები ძირითადად დოლარში აღებულმა სესხებმა და ფასების მატებამ შექმნა. მე პირადად გამოწვეული გვაქვს და გამოვიტანეთ 1.75-ზე გახდა უკვე 2.40 გახდა თითქმის და ძალიან დიდი პრობლემა არის საერთოდ. ჩვენთ კი არა, მთელი ხალხი ძალიან ცოდვა, ყველა ცოდვები არიან და როგორ უნდა გაისროს ეს მე არ ვიცი. გაუფასურებას მოყვება, რა თქმა უნდა, გაძვირობა. ეს არის ზოგადი პრობლემა და პირადად მე ახლა ამ წუთას ესე არ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ მე არა მაქვს აღებული ბანკიდან დავუშვათ რაღაც თანხა დოლარში, მაგრამ ხალხს ხო აქვს. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ლარის გაუფასურებას მთავრობის არასწორი საბიუჯეტო პოლიტიკა და ეროვნული ბანკის შეცდომები იწვევს. მთავრობა და ეროვნული ბანკი ამბობს, რომ სავალუტო შემოდინების კუთხით ყველაფერი არის კარგად. თორმე შემოდის ტურიზმიდან, შემოდის გადმორიცხვები და ასე შემდეგ, არავითარი პრობლემა უცხოური ვალუტის შემოსვლის კუთხით არ ყოფილა. თუ ეს ასია, მაშინ პრობლემა ყოფილა ლარის მიწოდების კუთხით. ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ მალე ლარი გამყარებას დაიწყებს. ექსპერტები კი ნოდარ ხადურის ოპტიმიზმს არ იზიარებენ. არაფერი არ იცვლება და ბუნებრივია პროგნოზი მაქვს ასეთი, რომ ლარს უფრო გაუფასურების ტენდენცია ექნება ვიდრე გამყარების, თუ რა თქმა უნდა ეკონომიკაში რადიკალური ცვლილებები არ მოხდა. ბოლო 6 თვეში ლარი დოლარის მიმართ 9%-ით გაუფასურდა, რაც რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საშუალო მაჩვენებელია. მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანსა და თურქეთში ეროვნული ვალუტა ამავე პერიოდში 10%-ით გაუფასურდა. სომხეთში 9%-ით გამყარდა, რუსული რუბლის პოზიციები კი დოლართან მიმართებით 2.5%-ით გაძლიერდა. ეკონომისტები მოსახლეობას ურჩევენ ფულის კონვერტაცია არ იჩქარონ, რადგან არასტაბილურ ვითარებაში ამან შესაძლოა მოსახლეობა კიდევ უფრო დააზარალოს. მადლობთ. ლარის კურსზე რატი ხვისტანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.